ესე იგი თავრობის ხდომაზე თავრობამ გუშინ შეხვედრა მოაწყო ბიზნესმენებთან. ხო და ესე იგი ერთ-ერთი ბიზნესმენი თბილღვინოს ხელმძღვანელი მარგველაშვილი ეს თბილღვინო არის მეგობრებო აი ამ კომუნისტური ეპოქაში შექმნილი კომპანია რომელიც ეს თვითონ ინფრასტრუქტურა ეს თბილღვინოსი რომელიც ახლა ეს ადამიანები ფლობენ ეს იმ ბნელ ეპოქაში შეიქმნა ეგრეთ წოდებულ ბნელ ეპოქაში შეიქმნა რომელსაც უპირისპირდებიან აი ეს ნაძირლები და ეს მარგველაშვილი მე ადრეც ქონდა საუბარი ამ ვაჟბატონზე აი თბილღვინოსი ესე იგი ეს თავისი რაღაცა ჟურნალს გამოსცემს იქ და რაღაცა იქ საიტიც აქვს და ციტირებას ახდენს აი მეპირფალოსე იმების რა ქვია პოეტების მათ შორის ლაშა ბუღაძის ესე იგი თავრობის ხდომაზე როგორც გითხარით ეს სამგლე გოჭივით გამოხდა ეს მარგველაშვილი და განცხადებები გააკეთა რომ ჩვენ ახალი არჩევნები უნდა დავნიშნოთ აი სიუჟეტს განახებ და რეალურად ვინ არის და რა არის ეს თბილღვინო წარმოდგენა შეგექმნებოდ გიორგი მარგველაშვილი თბილღვინოს თანადამფუძნებელი რომელიც რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტს დიდი ხანია წარმატებით ახორციელებს რადიკალების სამსახურში აღმოჩნდა მარგველაშვილი ხელახალ არჩევნებს და პოლიციელებზე მოძალადე პირების გათავისუფლებას ითხოვს ადგილზეც დავაფიქსირე რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ კრიზისი უნდა განიმუხტოს ამ კრიზისის განმუხტვის უფლებამოსილება აქვს მმართველ ძალას ისინი შეუძლიათ მათ გამოვიდნენ ასე ვთქვათ ძლიერის პოზიციიდან განთავისუფლონ დაკავებულები და ნიშნო ხელახალი არჩევნები. რა რეაქცია ქონდა ამაზე დანარჩენ იმ ადამიანებს, ვინც თქვეს რომ მშვიდობაა მათი მიზანი? ხანგრძლივი პასუხები მივიღეთ, ეხლა ვერ გავიმ. ესე იგი თქვენ ნახეთ იქ კადრი მოდიოდა, ესე იგი საკმაოდ ძვირი ღირს მისი წარმოებული ღვინო სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში იყიდება. ერთი ბოთლი 1700 რუბლი ღირს, 1400 და ეხლა ამ აქციის ლაიტმოტივი რა არის რომ ჩვენ რუსეთისკენ მივყავთ ამ ხელისუფლებას და რუსეთს აგინებენ დილიდან საღამომდე. ბიჭო, შეძალოცვილო შენა. ამ ღვინოს რო ყიდი ამ რუსეთში და ჯიბეებს რო ისქელებ და მერე რო გამოდიხარ და ამ ხელისუფლებას ურტყამ რომ თურმე ესენი რუსეთისკენ მიდიან და თურმე ახალი არჩევნები უნდა შემთხვევით ერთი ადგილის თამაში ხუარღებულობ მონაწილეობა ჩემპიონატში, თუ გინდა გახვიდე პირველ ადგილზე იმ ერთი ადგილის თამაში თუ ვერ გავიგე იმ ერთი ადგილის თამაშის გარდა სხვა რამითაც ახარ იმ ერთი ადგილში დაწინაურებული, იმიტომ რომ ეს მეპირფალოსე და მოპიდარასტო ხალხი რო ყავს იდეალად ცნობილი, ეს ბუღაძეები, ეს ბოდიში და ეს შამუგიები და ვიღაცეები ამ კოხორტაში რო ხარ. ბიჭო, არ აქვს ხვენი ამა, ისე საცოდაო შენა რომ ამ ხელა ტრადიციულ ღვინოს, რომელსაც ესე იგი კაცმა გამოვიდა გვარამიამ და ჩაგიფსით ღვინოშიო და შენ ამ ღვინოს უშვებ და იმ გვარამიას გვარამიას უჭერ ხარში არაკაცო შენა აი მართლა როგორ გითხრა ღვინოსი როგორ მაგრამ შენ მართლა არ ვიცი ისი ღირსიც ახარ მე არ ვიცი ხა სააკაშვილის ხელისუფლება რო იყოს აი ცოცხალი ვერ გამოხვიდოდი მაკთავრობის ადმინისტრაციიდან რომ ეგ გაგეკეთებინა განცხადება რომ მე მოვითხოვ ახალ არჩევნებს რომელ არჩევნებს მოითხოვ მაინტერესებს რომ ის რა ქვია შენი ამხანაგები ეს მეპირფალოსეები და ისინი რა ქვია ღვინოში რო ჩაფსმას აპირებენ იმ ხალხის ის გინდა ხელისუფლებაში მოყვანა თუ რატო უნდა ჩატარდეს ერთი არჩევნები ხელმეორედ თუ ვერ გავიგე რატო უნდა გამოუშვან პოლიციელებმა ის ახალგაზრდები რუსთაველი რო დაწვეს ეხა მოვა ვიღაცა დაგიწვავს მაგ ფაბრიკა ქარხანას და მერე ვიღაცა რო გამოვიდეს და რო თქვას რომ გამოუშვათო გითახა არ თანახმა მაგაზე არა თუ პარლამენტი უნდა დაწვას ვიღაცამ და მერე ითხოვ ამის გამოშვებას მაშინ მოვა ეხლა ხალხი მოვლენ შენთან გადაგიწვავენ სახკარს გადაგიწვავენ ამას და მერე რო გამოვიდეს ვიღაცა და რო თქვას რომ აი რატო აპატიმრებთ ამ ხალხს მოგეწონება მაინტერესებს სად გაიზარდე ამნაირი და ვინ გაგზარდა საერთოდ მაინტერესებს რა ძუძუწოვე ამნაირი ვინ ახარ შენ საერთოდ რა ვინ ახარ საერთოდ რა ჯიშის და რა ჯულის ახარ ესეთი ესე იგი ტიპი ღვინოს ყიდის რუსეთში 1600-1700 რუბლი ღირს საკმაოდ ძვირია ეს რუსული მასზე რო გადავი რუსეთში მაყუც აკეთებს და იმაში რა ქვია ხელისუფლებას ურტყამს იმაში რომ რუსეთისკენ მიდისო და ახალი არჩევნები ჩატარდესო მე ადრეც ვთქვი ეს ვინც იყო კარგად ვიცოდი და იმიტომ თქვი რომ
ესეთი ნაძირლები უნდა აღიკვეთონ და მე ხელისუფლებას მოუწოდებ, რომ აი მართლა იცი რა ზოგჯერ ფიქრობ, რომ აი ღმერთო მაპატიე, მაგრამ ის სააკაშვილი სწორი იყო აი ამათ რომ ბოდიში და აი ექცეოდა ისე როგორც ექცეოდა რა. აი თქვენ მართლა უნდა შეგაძვრინონ ერთ ადგილას. უნდა გადაგაფორმებინოთ მართლა ღირსები ხართ ის ბიზნესები როგორც საჭიროა რა. თქვენთან სხვანაირი როდისმე ვინმე დაგიბარა რამე პროექტი გააკეთე, თავისუფლად სუნთქავ. ვინმე მოვიდა შეგაწუხა, ვინმე რამე გითხრა რომ მოდი ეხა ფულს რო იღებ, რაღაცა გააკეთე, რაღაცა იყიდე, მიდი ყურძენი იყიდე, ეს იდიოტი ყველას რო ბუდა აწერა და ფულს რო მიდი იქ აშენე, მიდი ისა. თავისუფლად სუნთქავთ, ერთი პროექტი არ გაგიკეთე. რამე ვინმეს დახმარები ხარ საერთოდ, რამე ქველმოქმედება გაგიწევია საერთოდ. ბიძინა ივანიშვილს რო ფულებს უთვლით, რამე გაგიკეთებია თქვენ ნაძირლებო. შეიკრიბა იქ ვიღაც ბიზნესმენები და ისაო, რა ქვია, თურმე ეს ხელისუფლებას რაღაცა ჯერეგერთის თუ რესტორნებს ფული არ აქვს და გაყიდვები იმას ქნეს, რა ქვია, შეგიწყდათ და რაღაცა ისა, ვისი ბრალია, მე ვინც ეს აქციები მოაწყო. თუ საქართველოში დღეს ეკონომიკურად არის არასტაბილური მდგომარეობა, ხელისუფლების ბრალია ეს ყველაფერი, ჰა? აი ესეთი ნაძირლელ მარგველაშვილების ბრალია, ეს ვინ არიან ეს მარგველაშვილები? კიდე ის პრეზიდენტი იყო, ის მრავალფეროვანი სექსის მოყვარული, ეს არის კიდე და მრავალფეროვანი სექსის მოყვარულ ხალხს იმაშვება, რა ქვია, უჭერს ხარს ლაშა ბუღაძეებს და ვიღაცებს საოცარია პირდაპირ რა საოცარი არის რომ ესეთი ტრადიციული შენ რა ღირსი ხარ ეგ ღვინის კომპანია გქონდეს წადი გაეთრე აქედან შენი მართლა როგორ უნდა იყო იმ ღვინის კომპანიაში როგორ უნდა შეყვიდე ჩაგიფსი ღვინოში ხალხს უჭერ ხარ მე ვფიქრობ დადგებად რომ შენ მოგაკითხავენ ვით საჭირო არის ისეთი და მაგ სიტყვებზე რასაც აკეთებ სამართლებრივად მოგთხოვენ პასუხს შენ ნაძირალა შენა რა შეიძლება ხალხო გაგონილა ესეთი რამე რომ კომპანია რომელიც ესე იგი ბრუსეთში ყიდის ღვინოს გამოდის და ვინცო რუსთაველი დაწვა და გაანადგურა ის ხალხი გამოვიდესო გაგიჟდები აი გაოცებასავა რა აი სასწაული ხდება რა და მე ახლა ვიღაცას უკვირს რატო არ ხარ აღშფოთებული აღშფოთები კი არა საერთოდ რაღაცა მართლა ნორმ ჭკუაზე როგორ ვარ საფჭკუაზე რა გამდიდრდნენ ჯიბეები გაისკელეს თავისუფალ იმას სუნთქავენ და კიდე სააკაშვილის დაბრუნებას უწყობენ ხელს შენ ხო არა ხარ 24000 ფაილში შემთხვევით მარგველაშვილო შენ ხო არა ხარ გადაღებული 24000 ფაილში აბა რატო მელას თავისი მახჩობელა აბა კაცი რომელიც ეხა ბიზნესის კუთხით წარმატებებს აღწევს ხელისუფლების პირობებში პრობლემა არ აქვს რატო უნდა გინდოდეს ისეთ ხელისუფლებასთან დაკავშირება ბედის რომელიც ხელისუფლებას ბიზნეს ატერორებდა ართმევდა ბიზნესს და ბოდიშ და სისწრუშლობდა რატო უნდა გინდოდეს ისეთ ადამიანთან საქმის დაჭერა მაგრამ ეტყობა არის 24000 ფაილში შენი კადრებიც რაღაცა ალბათ მე ეჭვს გამოვთქვა ხო და არ ვიცი რა მე ახლა იმ დღეს მომეწონა ამ სპორტსმენებზე რო არის კიდე საუბარი აი ჩვენი სასიკადულო ჩოგბურთელი აი ეს ნიკოლოზ ბასილაშვილი აი სიცოცხლე რო გაუმწარა ამ იმან რა ქვია ზონდერ ფემინისტურ ფაშისტურ ნაც ჯგუფებმა ბაია პატარაიას თამადობით რომ ისე გაუმწარეს ამ კაც სიცოცხლე რომ იმის მერე იმხელა ჩავარდნა ქონდა იმას საჩოგბურთო კარიერაში რომ კაცმა თამაშები ვეღარ მოიგო და ეხლა როგორც იქნა გამოდის მდგომარეობიდან იმიტომ რომ ფსიქოლოგია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩოგბურთში და ეხლა უკვე ნელ-ნელა იკრებს ეს კაცი ძალას და ამ კაცმა გამოვიდა და აი ეს ნოშრევან ნამორაძის ის სიტყვები რომელიც ეხებოდა აი ამას რომ რაც ბატონმა ნოშრევანმა თქვა რომ აი რო უთხრა აი ამ იმებს რა ქვია ჟურნალისტებს რომ გატერორებთ ან უკრაინა გინდათ აი მე ვფიქრობ ნოშრევან ნამორაძისნაირი ბიზნესმენები ჭირდება საქართველოს და ნიკოლოზ ბასილაშვილისნაირი სპორტსმენები ჭირდება ლაშა ბექაურისნაირი ადამიანები ჭირდება აი ვენაცვალე ლაშა ბექაუ ეს არის ერის სინდისი და ნამუსი და მისი ოჯახით დედამისმაც ისეთი სახელმწიფოებრივი პოზიცია დააფიქსირა აი ამათზე ვამაყო და არა ის ვიღაცა ზოგიერთი ფეხბურთელები რომლებმაც მილიონები გადაურიცხა სახელმწიფომ ხელი გულზე ვატარეთ რა არ მოუწყვეთ რა არ გავაკეთეთ და ჩააფურთხეს იმაში რა ქვია წყალში სადაც იმ წყაროში სადაც წყალსვამენ მოჭრეს ის ტოტი რომელზეც ზიან აი გაგონილა ხალხო უმადურობა არ ნახული და აგერ ამ ხალხმა აი მართლა მე ჩვენ სამწუხაროდ როცა ვლაპარაკობთ რაღაცა ფენაზე ახალგაზრდობის
სპორტსმენების ყველა არ არის ეგეთი მე რო ლაპარაკობ ახალგაზრდა თაობას ყველა კი არ არის კაცო ნაწილზე აქვს საუბარი და რა მთელ თაობა და სპორტსმენი ვენაცვალე აი ნიკოლოზ ბასილაშვილს მე მეამაყება ნოშრევან ნამორაძის პოზიცია მეამაყება ლაშა ბექაურის პოზიცია აი ლაშა ბექაური პარლამენტში კი არა რა ვიცი მე პრეზიდენტადაც რო იყოს მე ორი ხელი დაუჭერდი მხარს იმიტომ რომ ეს კაცი არის მართლა სიმბოლო საქართველოსი რა სახელმწიფოებრივადაც აზროვნებს და ყველაფერი აქვს. აი ესეთი ხალხს უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი ქვეყანა. აი გუშინ მე მყავდა სტუმრად გია ჩოხელი, კაცი აუდიტორი, რომელიც ადგა არც ვინმეს დაუვალებია და ჩაშალა აუდიტორთა კრება, იმიტომ რომ უნდათ ამ აუდიტორთა კრების მესვეურებს მხარდაჭერა გამოეცხადათ ნაცებისთვის. აი ესეთ ხალხზე დგას ქვეყანა. გია ჩოხელებზე, ლაშა ბექაურებზე, ბასილაშვილებზე, ნოშრევან და გიორგი კანდელაკზე, რომელიც ასევე უდიდეს საქმეს აკეთებს. მე არ მინდა რა დაიკარგოს ამ ადამიანის კაცი, რომელიც გაჭირვების პერიოდი უედგა ხელისუფლებას 7000-იანი არმია შეკრიბა იმაში შიდა ქართში და ხელისუფლებას ხარი დაუჭირა და ყოველთვის ხელისუფლების და სახელმწიფოებრივად აზროვნებს. აი ეს არის ადამიანები. ასეთ ხალხს ეფუძნება ჩვენი ქვეყანა. და მე მინდა მადლობა უთხრა ბიზირა ივანიშვილს რომ ის არ ნებდება ის მტკიცე დგას და სახელმწიფოებრივად მაინც უდგება ამ ქვეყანას და აი მაინც ბევრი ვერ გაუძლებდა აი ამ დაწოლას რასაც უძლებს ბიზირა ივანიშვილი მეგობრებო ვერ ჩამოიშალა ბევრი ქვეყანა და მე მინდა მასაც გამოუცხადო ხარდაჭერა და აი ამ ჩვენ სასიგადულო ქართველებს და დღევანდელ ხელისუფლებას დღეს ჩვენი ქვეყანა არის ბრძოლაში აი როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა ჩვენთანაც იგივე ბრძოლა მიდის უიარაღოთ ოღონდ ჯერ იარაღი არ გამოუყენებია და ვიც ვერ გზნობს ამას და ვიღაცები რო კილიკობენ რომ აი ხელისუფლებას უჭირ აბა ვის დაუჭირო ხარ პიდარასტებს დაუჭირო ხარ ვის დაუჭიროთ ხარი აბა მაინტერესებს ამერიკის აგენტურას დაუჭიროთ ხარი თუ ესე ვიდგეთ ზოგიერთები ვით და გავიდე შტილში დავდგე და უყურებ ეხლა როდის განვითარდება მოვლენები და მე გამოვიდე რომ თუ რაღაცა ისე წავა საქმე როგორც რაღაც სხვა მე აი ხო ვამბობდი რა ესეთები ფარჩაკები არიან და რაღაცა ზოგიერთმა ვაი პატრიოტმა ტელევიზიები დაკეტა რომ ვაი და გაიქცა ქვეყნიდან რომ ვაიმე არ დამაბრალონ რაღაცა და არ დამიჭირონ რამე ცუდია და მე რომ რაღაცა ჩაწყნარდება სიტუაცია მე ერის მამის პოზიციიდან დაგმოძღრავს რომ იტყვის რომ მე ერის მამა ვარ და ქვეყანას რო უჭირს მაშინ მოდიში და ყველა ჩირგვებში შემძრალი არის და რა გავაკეთოთ ჩვენ ეხლა როცა ქვეყანაზე შეტევა მიდის ომშია ჩართული თურმე უნდა ავდგე და მეც ხელისუფლებას ვაგინო აი ეს გავაკეთო უნდა ზოგიერთი ჭუად ხელს რომ მინდა მივმართო მე ჩვენი წინაპრები ჩვენი გმირი წინაპრები ზოგს ზიდადაც შეიძლება ხელისუფლების რაღაცა ქმედებები არ მოსწონდა მაგრამ იდგნენ მეფის და იდგნენ თავისი ქვეყნის გვერდით და დღესაც ეგ სიტუაცია არის დღეს როდესაც შენ მტერი შემოგესია და აგერ ობსტრუქციებს გიწყვებ ვალი შენი ვალი არის ქვეყანას დაუდგე გვერდში და არა ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედო მეგობრებო